მეც მიყვარხართ. ჩვენ მივიდივართ ლაივზე, მეგობრებო, ახლა მივიდივართ ლაივზე, მეიქაპს გავუკეთებთ და ვიქნებით მზად. მუსიკოებო, თქვენი ვიდეო დავდე და ნახეთ. ვაი მირას უყვარლები ხართ რა. მეც მიყვარხართ, ჩემო კარგებო. ჩემო ცხელი, ვაი მე კარგო. აუ მინდა რომ მოკლედ ბევრი ადამიანი შემოდის, იმიტომ რომ რაღაც მნიშვნელოვანი მინდა ვთქვა, გავეჟღერო. ვარუნდა ერთხელ ვთქვი ძალიან ლოგიკა ხართ, ეს რა არ გაგაჩნია. რეებს წერენ просто დიანა ნოეტენება ზურას, ანუ ხალხო არავის არ ეტენება. აგიხსნით სიტუაციას. ძალიან არასწორად არის დაჭრილი ედიტები და გაუგებარია ის აზრი, რაც მე ვთქვი. ანუ მე ის კი არ ვთქვი, რომ არ ეკონტაქტო თქო. იქ სადაც ჩვენ ვზივართ, ნუ ეძახი ანასტასიას ჩვენთან ერთად თქო, იმიტომ რომ მე არ შემიძლია ვიცინო და ვიმღერო იმ ადამიანთან, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებს. ეს არის და ეს, ანუ ის კი არ ვთქვი, რომ არ გქონდეთ კონტაქტი, არ რაღაცა სისულელია. უბრალოდ იქ სადაც ჩვენ ვართ თქო, ანუ მე და დიანა იმ ადგილას ნუ დაუძახებ ანასტასიას და სადაც გინდათ, ანუ სხვა ქვეყანა ადგილია და ანუ ხო ჩვეულებრივი ურთიერთობა, იმიტომ რომ ჰაუსის ყველა წევრი თანაბარი ვართ, რა თქმა უნდა და ყველას შეგვიძლია ვისთანაც გვინდა იმასთან ქონდეს კომუნიკაცია, მაგრამ მე პირადად ვთქვი, რომ სადაც მე ვარ, იქ ნუ დაუძახებ. აი ეს არის და ეს, იმიტომ რომ ანუ მოდის და ეს, იმიტომ რომ ანუ მოდის და ისეთ სიტყვებს იწვევს. ისეთ პროვოკაციებს მიგდებს, რომ ან ძალაუნებურად მე კიდე ძალიან მარტივად ვეგები ამ ხეებში და ჩვეულებრივად ვღიზიანდები, იმიტომ რომ ადამიანი არის შემოსული იმ მიზნით, რომ გაგვაღიზიანოს და რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიიქციოს ამ ფორმით. არა, ესე არ არის, ანუ ეს არის უბრალოდ კონტექსტიდან ამოჭრილი ფრაზები, ანუ საუბარი იყო, რომ ან ჩვენთან იჯექი იმ მომენტში, ან ანასტასიასთან, ანუ ჩვენ სადაც ვართ, თუ ვართ, ნუ დაუძახებ ადამიანს და თუ გინდა საუბარი და ან მე გავალ იმ მომენტში, ან შენ იყავი სადაც გინდა, ანუ ხო ხვდებით, ეს არანაირი ულტიმატუმი არის. მე მაქვს ყოველგვარი უფლება არ დავჯდე იმ დივანზე, სადაც ის ადამიანი, რომელიც მიწვევს, მანერვიულებს და ცდილობს ჩემი ხარჯით, ჩემს ხარჯზე და ორი მუზას ხარჯზე მიიქციოს ყურადღება და რეიტინგები დაიწეროს და იდეაში ეგრეც იყო, იმიტომ რომ ვერ დავამატებ სამწუხაროდ მეგობრებო, იმიტომ რომ არ ვარ ის სიტუაციაში. მადლობა დიდი. ვაიმე ღმერთო, რეებს წერენ პროსტა რა. კაროჩე რა, ხალხო არ ვიცი. მეც რატოში შეიძლება იფიქრო ჩვენი ქმედებებიდან გამომდინარე მე არ მესმის. ანუ ჩვენ ვართ იქ შესული იმის გულისთვის, რომ ვიმღეროთ, ვიცეკოთ და გავერთოთ. მოდიან ესეთი პროვოკატორები, როგორიც არის ანასტასია, მარიამიც, თავის დროზე ამას აკეთებდა, გვიწევენ, რომ ჩაგვეთრიან ჭხუბში. ჩვენ ხარჯზე მაგალითად რომ ჩვენ ზით რაღაცაში გამოიხატეთ.
კარგი რა, უბრალოდ ანუ შეიძლება ეს უბრალოდ შეკვეთილი კომენტარებია და მორჩა. ანუ ეს არის ჩვეულებრივი ბოტების კომენტარები, მე არ ვთვლი, რომ ნორმალური ადამიანი შეიძლება ასე აზროვნებდეს. მე ძალიან მიყვარხართ ბავშვებო, აი ძალიან, მაგრამ უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ აი ყველა მიცის თვეზე მეტია უკვე გასული ერთი სიტყვა ჩვენ არ დაგვცდენია არანაირი არავის შეურაცხყოფელი ერთადერთი რაც არის ჩემი სუსტი წერტილი ეს რომ ძალიან ემოციური ხრი და ანუ ვერ ვაკონტროლებ ჩემი ხმის ტემბრს ანუ ვგიჟდებ ხა გვაგიჟებენ თქვენ ვერც კი წარმოვიდგენთ ისეთ რაღაცებს აკეთებენ რომ ანუ ადამიანი რო გეტყვის რომ შენ არა ხარ ღირსი რომ ჩემი სახელი წარმოს თქვა ანუ ამაზე რა რეაქცია უნდა გქონდეს აი უბრალოდ შოკში ხარ და რა თქმა უნდა ეხლა ღიზიანდები იმიტომ რომ ცილის წამება ანუ საერთოდ არ არსებული რაღაცები შენ ესე თქვი იმან ესე თქვა ანუ ვიღაცაზე იძახის ვიღაცაზე კი არა უბრალოდ მეიკაპ არტისტმა თქვაო რომ შენ ესე თქვიო ანუ არც ის გამიგია მეიკაპ არტისტმა რა თქვა არც ვიდეოებში აღბეჭდილია მე საერთოდ ესეთ რაღაცას არ ვიტყოდი და ანუ ეს იმებს გაგიგებს რა პროვოკაციებს რომ ოღონდ როგორ მიაყვერო ანუ მომზადებული შემოვიდა ადამიანი პროექტში ერთი თვეა უკვე გვაკვირდება ერთი თვეა უკვე ყველა შეგვისწავლა ეხა ხო ხვდებით როდესაც უყურებ გადაცემებს ძალიან მარტივად შეიძლება გაიგო ვისთან გაქვს ურთიერთობა და ანუ ადამიანი შემოვიდა კონკრეტული მიზნით რომ ჩვენს ხარჯზე იმიტომ სადაც რეიტინგია ხო იქით უნდა გაიწევ ლორენცოსთან ვერაფერი ვერ გამოუვიდა იმიტომ რომ ლორენცო მეგრევე აი ესე დისტანციას თეიქო დისტანცია დაიჭირა და ეგრევე თქვა რომ თქვენ თუ დააკვირდითო რომ მარტო ჩვენ გვალაპარაკებს არ ლაპარაკობს და ეგრევე ანუ გაეცლა რა საერთოდ იმიტომ რომ იქ ვინ არის რეიტინგი და ვისთანაც რეიტინგი იყო იქიდან წამოიწე იქ რო არაფერი არ გამოვიდა აქეთ წამოვიდა ანუ იყო მომზადებული რა ხალხო ანუ არ ჩვეულებრივად მეგობრობთ ყველა და ჯერ ეს ერთი ანუ ჩვენ მეგობრობთ ზურასთან ზურა და გუგა მეგობრობენ ჩვენთან და ჯერ ეს ერთი ანუ მე გამომეკიდა სიტყვებზე ირიბად ნუსაუბრობთ ანუ საერთოდ არანაირი რა ფაქტი დამისახელე სად ვისაუბრებო და ესე მომავალში არის საუბროთო ანუ მომავალში რა იქნება მაშინ მითხარი ახლა რატომ აფრთხილებ ვისაუბრო თუ არა ირიბად და რაღაც სისულელეები და ანუ ამაზე ატყდა მთელი ამბავი იმიტომ რომ მარიამს ხათაშორის დაუდექით მხარში ყველანაირად ანუ ამ ორი კვირის მანძილზე ვცდილობდი რომ რაღაცნაირად იმიტომ რომ მართლა დიდი ჰეითი იყო ვიცი რომ პირად ცხოვრებაში ძალიან დიდი პრობლემები აქვს და შევეცადე მაგრამ ანუ იცით რა არის საწყენი მე ესე სულელივით მხარში ვედგები შევდივარ ვაწყნარებ ოთახში რაღაც ანუ ხარში ვუდგავარ და გამარჯობა პატარა ხარში ვუდგავარ და ეს რა ქვია მე ანუ აი ესე მეკცევა და თან კიდე ძალიან საშინელი რაღაცები ილაპარაკა მოკლედ როგორც ვიცი შენ დაბადების დღე გაქვს დღეს ხო არა მე არ ანუ ჩემს მეგობარს აქვს და იმას ვიტყვი რომ მივიღოთ სამწუხაროდ ვიდეოს ვერ ჩავწერთ იმიტომ რომ დღეს ძალიან ცოტა დრო გვაქვს და აი აქ სტრიმზე მიულოცავ და ეხა უკვე გავთიშავ სტრიმს ბავშვებო რა ქვია მეგობარს მოიცა პირადში მოგწერეთ არა ვერ გავხსნი პირადს ანუ ძალიან ცოტა დრო მაქვს აი ეხა უნდა შემიძლია რომ ეხა მოულოცო და მე დავასრულო უბრალოდ სტრიმი სახელი გააჟღერე არ შეგიძლია აუ არა და კარგი მაშინ ესე ვიტყვი რომ მე ვულოცავ ამ ადამიანს ამ ადამიანმა იცის ვინც არის და ალბათ ჩაწერთ ვიდეო გზავნით ძალიან დიდი მოკითხვებით სითბოთი სიყვარულით ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ რომ თუ ბედნიერი და ისეთ ადამიანებში იყოს ჩაფლული რომლებსაც უყვარს და რომლებიც ეს სითბოთი ექცევიან
მოკლედ, ეხლა მე გავთიშავ. ნახო, ამაზე ძალიან უყარხართ. მადლობა, მე ძალიან მიყვარხართ სულ ყველა და უღრმესი მადლობა გულშემატკივრობისთვის. აბა, კარგად, გაგაცით. ნახო. მერეცა